გამარჯობა, თქვენ უყურებთ პერსპექტივას, გადაცემას მე კობალი კლიკაძე უძღვები, დღეს გთავაზობთ. როგორ შეუდგა კოსოვო თავისი არმიის შექმნას დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 10 წლის შემდეგ. მართალია კოსოვოს დამოუკიდებლობა 100-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული, მაგრამ გრძელდება საერთაშორისო დონეზე ძალიან ძლიერი და ძალიან აქტიური ბრძოლა. რას წარმოადგენს კოსოვოს სპეციალური სასამართლო ჰააგაში? გამოძიებული იქნეს ბოროტმოქმედებები, რომლებიც სავარაუდოდ ჩაიდინეს კოსოვოს გათავისუფლების არმიის წევრებმა სერბების მიმართ. რომ არა კოსოვო აღიარებდა თუ არა რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს. რუსეთი ისარგებლებდა ნებისმიერი შანსით, რათა დაევლოკა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები, კოსოვოთი თუ უკოსოვოთ. როგორ შესწირა თავის სიყვარულს ერთი ჩtildeური ზღაპრის გმირმა. რა არის კოსოვო? სერბეთის ავტონომიური რეგიონი თუ დამოუკიდებელი ქვეყანა. და რატომ მოხდა ისე, რომ 2008 წელს სერბეთისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე კოსოვო აღიარებული ჰყავს 100-ზე მეტ ქვეყანას. ვარწმუნებ კოსოვოში მცხოვრებ ყველა უმცირესობას, განსაკუთრებით სერბებს, რომ კოსოვოს უსაფრთხოების ძალები კვლავაც განაგრძობენ კოსოვოს ყველა მოქალაქის დაცვას განურჩევლად მათი ეროვნებისა. კოსოვოს ლიდერის ამ განცხადებას მომდევნო დღეს მოჰყვა პარლამენტის სხდომა, რომელზეც კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კოსოვოს ეროვნული არმიის შექმნას აქამდე არსებული უსაფრთხოების ძალების ბაზაზე. მაგრამ კოსოვოელების ზეიმი ნაადრევი ჩანს, რადგან საკუთარი არმიის შექმნის ჩანაფიქრის რეალიზება პრიშტინისათვის მარტივი არ იქნება. კოსოვოს ნაბიჯი დაგმეს ადგილობრივმა სერბებმა და მათმა მხარდამჭერმა სერბეთმა. ბელგრადი შიშობს, რომ კოსოვოს მიერ არმიის შექმნა ახალ დესტაბილიზაციას გამოიწვევს დასავლეთ ბალკანეთში. აზრი ორად გაიყო დასავლელ მოკავშირეებშიც კი. ამ საკითხში მართლაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა შეერთებულ შტატებსა და ნატოში მის ევროპელ მოკავშირეებს შორის. უნდა ითქვას, რომ ევროპის ქვეყნები კოსოვოს არმიის შექმნას კი არ უპირისპირდებიან, არამედ მათი აზრით ეს ხდება იმ დროს, როცა ურთიერთობა სერბეთსა და კოსოვოს შორის ძალიან ცუდია. ამას ისიც ემატება, რომ შემოდგომაზე კოსოვომ ტარიფები დააწესა სერბულ პროდუქციაზე. არმიის შექმნის გარშემო დავა მხოლოდ ერთ-ერთია კოსოვოს ბოლო წლების ისტორიაში, ანუ მას შემდეგ, რაც მან 2008 წლის 17 თებერვალს დამოუკიდებლობა გამოაცხადა სერბეთისაგან, რომელიც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება მისი ყოფილი ავტონომიის დამოუკიდებლობის ფართო საერთაშორისო აღიარებას. ამ დავაში სერბეთის ყველაზე აქტიური მხარდამჭერია რუსეთი. რუსეთის წინააღმდეგობა კვლავაც მნიშვნელოვანია ამ მხრივ. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვიმყოფებით ჩიხურ ვითარებაში. მართალია კოსოვოს დამოუკიდებლობა 100-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული, მაგრამ როგორც სერბეთი აცხადებს, გასულ წელს 12-მა ქვეყანამ უკან წაიღო აღიარება. ასე რომ გრძელდება საერთაშორისო დონეზე ძალიან ძლიერი და ძალიან აქტიური ბრძოლა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეგიონის ესკალაციის სერიოზული საფრთხე უწოდა კოსოვოს არმიის შექმნის მცდელობას. ასეთ შეფასებას არ იზიარებს პრიშტინა, რომელიც არაპირებს საკითხის ფორსირებას და აცხადებს, რომ არმიის შექმნას ეტაპობრივად 10 წლის განმავლობაში განახორციელებს. ამ წლის განმავლობაში 2 მილიონიანი ქვეყნის უსაფრთხოებას კვლავაც გაეროს მანდატით მოქმედი ნატოს მრავალეროვნული ძალები დაიცავენ. ეგრეთ წოდებული KFOR-ის შემადგენლობაში 10 წლის განმავლობაში ასრულებდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ქართული ქვედანაყოფი. ქართველი მშვიდობის დამცველების მიერ დასავლეთ ბალკანეთიდან გასვლა 2008 წელს დაემთხვა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რომელიც საქართველოს ორი მიზეზის გამო დღემდე არ უღიარებია. მიუხედავად ძალიან დიდი თვისობრივი და შინაარსობრივი განსხვავებისა კოსოვოში არსებულ ვითარებასთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შორის, მიუხედავად ამისა, აღიარების შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევდა მტკიცება იმისა, რომ ჩვენ არ მივდებთ ორმაგ სტანდარტებს. ეს ერთი და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღიარების შემთხვევაში ბუნებრივია გაიზრდებოდა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების რისკი სერბეთის მხრიდან. 14 იანვარს ჰააგაში ამოქმედდა სპეციალური სასამართლო, რომლის წინაშეც წარსდგებიან ნიდერლანდი და შორს კოსოვოში ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული პირები. რატომ გახდა საჭირო ასეთი სასამართლოს შექმნა და როგორ მოქმედებს ის? უპასუხებ ყველა შეკითხვას, რომელსაც პროკურორი დამისვამს. რუსტემ მუსტაფა კოსოვოს განთავისუფლების არმიის პირველი მეთაურია, რომელმაც ჰააგაში სპეციალური პროკურორის შეკითხვებს უპასუხა. ჰააგის სპეციალური სასამართლო სწორედ იმ დღეს 14 იანვარს შეუდგა მუშაობას.
მის წინაშე წარდგება კოსოვოს განთავისუფლების არმიის ზოგი სხვა ყოფილი მებრძოლიც. ჰააგაში განთავსებული ეს სასამართლო კოსოველ ალბანელებსა და სერბებს შორის შეერაღებული კონფლიქტიდან 20 წლის შემდეგ ამოქმედდა. ომში დაიღუპა 13,000-მდე ადამიანი, მათი უმრავლესობა ალბანელები იყვნენ. სისხლის მღვრელი კონფლიქტი დასრულდა 1999 წლის ივნისში. მას შემდეგ რაც ნატო რამდენიმე კვირა ბომბავდა სერბეთის არმიისა და პოლიციის შენაერთებს, რომლებსაც ბრალსდებდნენ ალბანური ეროვნების მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სიმხეცეში. მაგრამ კოსოვოს სპეციალური სასამართლოს ამოცანაა მხოლოდ ეთნიკური ალბანელი მებრძოლების, კოსოვოს განთავისუფლების არმიის წევრების გასამართლება. ის არის არა გაეროს სამხედრო დანაშაულებების ტრიბუნალი, არამედ კოსოვოს სასამართლო ნიდერლანდის ტერიტორიაზე. მოქმედებს კოსოვოს კანონები. ამასთან სასამართლო დაკომპლექტებულია საერთაშორისო პროკურორებითა და მოსამართლეებით. სასამართლოს შექმნა გადაწყდა ევროპის საბჭოს 2011 წლის ანგარიშის შემდეგ, რომელშიც ნათქვამი იყო. არსებობს საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ გამოძიებული იქნეს ბოროტმოქმედებები, რომლებიც სავარაუდოდ ჩაიდინეს კოსოვოს გათავისუფლების არმიის წევრებმა სერბების მიმართ და ბელგრადის მაშინდელ რეჟიმთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ზოგი ალბანელის მიმართ. კოსოვოს სასამართლო სისტემა საკმარისად დამოუკიდებლად არ მიიჩნევა ომის დამნაშავეთა გასასამართლებლად და არსებობს მოწმეების დაშინების საფრთხე. სწორედ ამიტომ გადაწყდა სასამართლოს განთავსება ნიდერლანდში და მასში საერთაშორისო პროკურორებისა და მოსამართლეების მიწვევა. სასამართლოს ევროპის კავშირი აფინანსებს. საერთაშორისო საზოგადოებაში ასთა პოლარიზაცია გამოიწვია კოსოვოს არმიის შექმნის გადაწყვეტილებამ, რასაც 2018 წლის ბოლოს მიემხრო კოსოვოს პარლამენტი. შეერთებული შტატების ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რომელმაც უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ამ ნაბიჯს, ნატოსა და გაეროში შემაშფოთებელი და ნაჩქარევი უწოდეს კოსოვოს არმიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას. რატომ არ უნდა შეეძლოს კოსოვოს საკუთარი სამხედრო ძალის შექმნა? რა საფრთხის მატარებელია პრიშტინის ეს ნაბიჯი? ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს დრაგან შტავლიანინი, სერბის ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის თანამშრომელი. ეს ძალიან რთული საკითხია. მართალია კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ის ასე მეტმა ქვეყანამ ცნო. მართალია ის გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს 90-მდე ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვები, რომლებსაც არ უღიარებიათ კოსოვოს დამოუკიდებლობა. კოსოვო არ არის გაეროს წევრი. ამას გარდა კოსოვოს კონსტიტუციის შესაბამისად საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა იმისთვის, რომ არმია შეიქმნას. ცვლილებებისთვის კი აუცილებელია თანხმობა კოსოველი სერბების მხრიდან. რახან ასეთი თანხმობა არ იყო, მათ რაღაცნაირად გვერდი აუარეს კონსტიტუციას და მიიღეს კანონი არმიის შესაქმნელად. მესამე ასპექტია უსაფრთხოების პრობლემა. ადგილობრივი სერბები შიშობენ, რომ კოსოვოს არმია შეიძლება გამოყენებული იქნეს სერბების წინააღმდეგ მიმართული ეთნიკური წმენდისთვის ჩრდილოეთ კოსოვოში, რომელსაც პრიშტინა სრულად ვერ აკონტროლებს. მოკლედ, მართლაც არსებობს მიზეზები, რატომ არის ეს პრობლემა ასეთი მწვავე. ზოგი ისეთ ვარაუდსაც კი გამოთქვამს, რომ თუ კოსოვოში კონფლიქტი იქნება, სერბეთმა შესაძლოა დახმარებას თხოვოს რუსეთს. დიახ, ინტერვენციას თხოვოს. რასაკვირველია, რუსეთი სერბეთის დიდი მხარდამჭერია, მას თავისი მიზეზები აქვს, თავისი ინტერესები და ასე შემდეგ, ხოლო სერბეთს რუსეთის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი აქვს. იმედი აქვს, რომ რუსეთი დაბლოკავს გაეროში კოსოვოს მიღებას. მაგრამ ინტერვენციაზე საუბარი უკვე გაზვიადებად მიმაჩნია, არარეალისტურად. შეგახსენებთ, რომ კოსოვოში ომის ბოლოს რუსეთიც იყო ჩართული საერთაშორისო ძალებში. როცა კოსოვოში საერთაშორისო მისია მიავლინეს, რუსეთმა გაგზავნა 3000-მდე ჯარისკაცი, რომელიც იქ 4 წელი იმყოფებოდა. ეჭვმეპარება, რომ რუსეთი ახლა გააგზავნის ჯარისკაცებს და გარისკავს კონფლიქტს ნატოსთან, რომელიც ჯერ კიდევ რჩება კოსოვოში. ამდენად ეს არ მიმაჩნია რეალისტურად. ქართველი ჯარისკაცებიც იყვნენ ამ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეებს შორის. კოსოვოს ჯერ კიდევ აკონტროლებს KFOR-ი, საერთაშორისო სამშვიდობო ძალები ნატოს სარდლობით. ეს ძალა 1999 წლიდან იმყოფება კოსოვოში და დღეისათვის KFOR-ის შემადგენლობაშია 4000-მდე ჯარისკაცი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ 20 წლიანი ინტენსიური საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, კოსოვო კვლავ რჩება ცხელ წერტილად ევროპის რუკაზე. ჯერ არ არსებობს შეთანხმება სერბებსა და ალბანელებს, სერბებსა და კოსოვოს შორის. ეს მართლაც არის ცხელი წერტილი.
მთლიანად ბალკანეთია ცხელი წერტილი. დენთით სავსე კასრი ევროპაში, როგორც მას მე-19 საუკუნის ბოლოს შეარქვეს, რადგან არ მოგვარებულა არც ერთი ეთნიკური დავა, რომელიც 90-იან წლებში იუგოსლავიის დაშლას მოყვა და ომებში გადაიზარდა. დავა სერბებსა და ხორვატებს შორის, დავა სერბებსა და მუსლიმებს, ანუ ბოსნიაკებს შორის, დავა კოსოვოს გარშემო. ასეთ ვითარებაში და იმის გათვალისწინებით, რამდენად შორეულია ყველა ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. Dragan, თქვენ წიგნში ცივი მშვიდობა, კავკასია და კოსოვო ეხებით რუსეთს საქართველოს 2008 წლის ომს და სვამთ შეკითხვას. კოსოვოს აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრეცედენტს თუ უნიკალური შემთხვევაა. რას ფიქრობთ ამის შესახებ? რუსეთისთვის ეს წითელი ხაზი ხომ არ იყო, რომელზე გადაბიჯების შემდეგაც ის ამოქმედდა და ბოლოს აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა. ჩემი აზრით, კოსოვოს საკითხი უფრო საბაბად თავის გასამართლებლად გამოიყენა რუსეთმა სამხრეთ ოსეთში ინტერვენციისათვის. რასაც მერე საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობა მოჰყვა. ჩემი აზრით, კოსოვოს რომ არც კი გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, რუსეთი იგივე, ან მსგავს ნაბიჯს გადადგამდა. რადგან 90-იან წლებში ხელისუფლების სათავეში ელცინი იდგა. პოლიტიკური ვითარება განსხვავებული იყო, მაგრამ როცა რუსეთი სულ უფრო თავდაჯერებულად მოქმედებდა საერთაშორისო სარბიელზე 2005-2006 წლებში და ასე შემდეგ, იმისთვის რომ არ დაეშვა ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება. Georgia and Ukraine to join NATO or სხვათა შორის თქვენ იწინასწარმეტყველეთ მოვლენების ასეთი განვითარება. Unfortunately. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთი ისარგებლებდა ნებისმიერი შანსით, რათა დაევლოკა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები, კოსოვოთი თუ უკოსოვოთ. იყო თუ არა კოსოვო უნიკალური შემთხვევა, რომელიც პრეცედენტად არ გამოდგება? ამის შესახებ შეგვიძლია თეორიულად ვიმსჯელოთ. ძალიან მოკლედ, კოსოვო იყო უნიკალური იმ მხრივ, რომ მისი მმართველობა ებარა გაერთიანებულ ერებს 8 წელი, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უძღოდა მოლაპარაკების პროცესი და რომ ჰააგაში განთავსებულმა საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი როგორც უნიკალური შემთხვევის შესახებ. და ბოლო არგუმენტია, რომ კოსოვოში სასტიკ ჩაგვრას განიცდიდნენ მილოშევიჩის რეჟიმის მხრიდან, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით უნიკალურიც რომ იყოს, ფაქტია, რომ სეპარატისტული მოძრაობები სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში სხვაგანაც, კოსოვოს მაგალითს იყენებენ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად. თუ კოსოვოსთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არაო? And as strengthening its cause, saying if Kosovo, why not us? სერბი მწერალი და ჟურნალისტი დრაგან შტავლიანინი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენს გადაცემაში ახლა თავისუფლების კითხვების დროა. სიტყვას გადავცემ სოფო დათიშვილს. რა არის მინიმალური ანაზღაურება, რაც შეიძლება დამქირავებელმა გადაგიხადოთ? თავისუფლების კითხვები დღეს ამ თემაზე იქნება. არსებობს თუ არა საქართველოში მინიმალური ხელფასი? ამ კითხვით ჩვენ ინსტაგრამერებს მივმართეთ. აზრები თითქმის შუაზე გაიყო. მინიმალურ ხელფასს შრომითი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს საქართველოში. ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც საუბარია კერძო სექტორში შრომის მინიმალურ ანაზღაურებაზე, არის ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერით და 1999 წლით დათარიღებული. ინსტაგრამზე ვიკითხეთ ამ დოკუმენტის მიხედვით, რამდენი შეიძლებოდა ყოფილიყო მინიმალური ანაზღაურება. 90-იანი წლების სიდუხჭირის გათვალისწინებით უმრავლესობამ სწორად გამოიცნო პასუხი. მინიმალურ ხელფასად 20 ლარია მიჩნეული. ახლა გადავინაცვლოთ საჯარო სექტორში მინიმალურ ხელფასს არ განსაზღვრავს, მაგრამ განაპირობებს მთავრობის ერთ-ერთი დადგენილება. ხელფასების განსაზღვრა ხდება იმის მიხედვით, თუ ვინ რა პოზიციაზე მუშაობს. პროფკავშირების გამოთვლებით კი მინიმალური ხელფასი საჯარო სექტორში 135 ლარი გამოდის. ინსტაგრამერების უმრავლესობამ ეს ციფრიც სწორად გამოიცნო. საქართველოს პროფკავშირების სხვებთან ერთად ითხოვს მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობა შრომით კოდექსში ჩაიწეროს. სხვათა შორის იგივე მოითხოვეს 2015 წელს Adidas-ის, Nike-ის, New Balance-ისა და Puma-s კორპორაციების ხელმძღვანელებმა საქართველოს ხელისუფლებისგან. ისინი ითხოვდნენ ადეკვატური მინიმალური ხელფასის დაწესებას ტექსტილის სფეროში, რათა საქართველოში მათ კონტრაქტორ სამკერვალოებს არ მიეცათ დაქირავებულთათვის უსამართლო ჯამაგირი. მინიმალური ხელფასის შრომით კოდექსში ჩაწერა სპეციალისტების ნაწილი ეწინააღმდეგება თავისი არგუმენტებით. ამბობენ, რომ მინიმალური ხელფასის მითითებით სახელმწიფო ბიზნესში ჩაერევა. შესაძლოა გაიზარდოს ფასები და რომ საქართველოს ნაკლებ მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის. დღეს ევროპის ყველა ქვეყანა მინიმალურ ხელფასს სხვადასხვაგვარად განსაზღვრავს. ევროკავშირის 22 წევრს
ის აქტებსა და კანონებში აქვს ასახული. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი ლუქსემბურგშია, დაახლოებით 2000 евро. ანაზღაურების ზრდა კი კვალიფიკაციის მიხედვით ხდება. ეს იყო ამ კვირის თავისუფლების კითხვები. ჩვენს გადაცემა პერსპექტივას ახლა განაგზობს რუბრიკა შინ უცხოეთში. ოქრო პირუხაძე გვიამბობს ადამიანებზე, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მშობლიურ მიწაზე არან ვერ ცხოვრობენ. ოქროპირ, შენ განაგზობ შენი სიუჟეტების ციკლს ანდერსენის ქვეყნიდან და ამ ცნობილი მეზღაპრის გვარი მე შემთხვევით არ მიხსენებია. მართალია, გობა, არ მიხსენებია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის გმირი ანდერსენის ზღაპრის გმირია და რაღაც გარკვეულად თვითონ ანდერსენიც არის. მის მშობლიურ ქალაქში, კოპენჰაგენში მოგზაურობდით, ქალაქში, საიდანაც რამდენიმე რეპორტაჟი ჩვენ უკვე გქონდა იქ მცხოვრები ქართველების შესახებ და ამჯერად კი, როგორც გითხარით, ვილაპარაკებთ ზღაპრის გმირზე. ამ ქალაქს კოპენჰაგენი ქვია. ანუ ადგილი, ნავსადგური, სადაც ბევრი რამის ყიდვა და გაყიდვა შეიძლებოდა და შეიძლება. ზღვაზე, რომელიც ამავე ქალაქს აკრავს, ზღვაში უпростоრად ცხოვრობდა ის ცნობილი სირინოზის, ქალწულის შეყვარებული არსება, რომლის ძეგლი წყლის პირას არის. კოპენჰაგენის ნავსადგურს უკვე 100-ზე მეტი წელიწადია ამშვენებს პატარა ზღვის ქალწულის ფიგურა. ედვარდ ერიქსენის ქანდაკება, რომელიც მან ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით შექმნა. აი ამ არსებამ კოპენჰაგენის სიმბოლომ, რომელიც კოპენჰაგენში ჩასახლებული მეზღაპრის გმირი იყო მხოლოდ და მხოლოდ, თავი გასწირა სიყვარულისთვის. ღია ზღვაში წყალი ისეთი ლურჯია, როგორც ღიღივოს უმშვენიერესი ფურცლები. ყველაზე ღრმა ადგილას დგას ზღვის მეფის მარჯნის სასახლე. როცა ჰანს ქრისტიან ანდერსენმა ზღაპარი დაწერა ამ არსების შესახებ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში საგანგებო კომისია მუშაობდა იმაზე, დაედგინათ რა ფენომენი იყო ეს, რომ ადამიანებს ჯეროდათ ზღვაში უნდინების, წყლის ქალწულის არსებობის შესახებ. პოეტმა მეზღაპრემ კი ასეთი ამბავი მიუძღვნა და მარადიულობას აჩუქა ეს არსება. უნივერსიტეტის კომისიის დასკვნა აღარავის აღარ ახსოვს. ახსოვთ მხოლოდ ზღვის ქალწული, რომელმაც უფლისწულის სიყვარულისთვის თავის არსებაზე მთლიანად უარი თქვა. ხელმწიფე ადრე დაქვრივდა და სასახლეს უძღვებოდა მისი მოხუცი დედა. მისი შვილები, ზღვის ქალწულები, მშვენიერი არსებები იყვნენ, მაგრამ მათ ყველას სჯობდა უმცროსი, ზღვასავით მუქთვალება, ვარდის ფურცელივით გამჭვირვალე ნაზი ასული. ზღვის ქალწულმა უფლისწულს შუბლიდან თმა გადაუწია და აკოცა მაღალ ლამაზ შუბლზე. გახსოვდეს, უთხრა ჯადოქარმა, ერთხელ თუ ადამიანის სახეს მიიღებ, კვლავ ზღვის ქალწული ვეღარასოდეს გახდები. ზღვის სანაპიროზე თუ გახვალთ, აბრები მიგასწავლებთ, აიქით წადით, იქ არის პატარა ზღვის ქალიო. აქ კი ასისტენტის ცნობილ სასაფლაოზე, სადაც სხვა ცნობილი დანიელი პირების განისვენებენ, შემოსასვლელში ჰანს ქრისტიან ანდერსენის საფლავისკენ გზის მაჩვენებლები დგას. შეიძლება უცნაურიც კი მოგეჩვენოთ სასაფლაოზე, რა ვიცი, პირველ-მეორე კლასელი ბავშვების მოყვანა, მაგრამ საფიქრებელია, რომ ჰანს ქრისტიან ანდერსენი დანიელებისთვის ის პირია, რომლის საფლავზე ბავშვი შეიძლება მივიდეს და აჩვენონ და უთხრან. აქ წევს კაცი, რომელმაც ამდენი ზღაპარი შეგიქმნათ და ამდენი სიხარული თუ არ ვიცი, არა მხოლოდ სიხარული, ამდენი რაღაცა ფიქრი მოგგვარათ, ამდენი განცდა გაგიჩინათ ბავშვებს. ეს ფაქტიურად სასაფლაო ამავე დროს პარკიცაა და აქ ფოთოლს და ასეც რა გამოლეს საფლავზე, მაგრამ რა ვიცი, სიმბოლურად მაინც ვიფიქრე ავიღებ ერთი ორ უადგილო ფოთოლს მეთქი. დაბრუნდები ზღაპრებში, სადაც ჰანს ქრისტიან ანდერსენი მარად თქვენთანაა.
ზღვის ქალწულმა უფლისწულს ხელზე აკოცა და იგრძნო, რომ სადაცაა გული გაუსკდებოდა. პრინცის ქორწილის დილა ხომ მის სიკვდილსა და ზღვის ქაფად გადაქცევას მოასწავებდა. უჩინარმა ზღვის ქალწულმა უფლისწულს შუბლზე აკოცა, გაუღიმა და ჰაერის სხვა შვილებთან ერთად ამაღლდა ცაში. იქ, სადაც შეწითლებული ღრუბლები მიცურავდნენ. ესეთია ჩვენი სიუჟეტი, რომელიც როგორც ნახეთ, მიეძღვნა ჰანს კრისტიან ანდერსენს, მისის ზღაპრის გმირს, ასე ვთქვათ, ლამის წამომცდელობა ადამიანს მეთქი, მაგრამ ის რაღაცა ხდება მისი ჩვენს წარმოდგენაში გაადამიანურება, როგორც თვითონ ქალწულსაც უნდოდა, რომ ადამიანივით ყოფილიყო და შეყვარებოდა პრინცს და ეს არ მოხდა. სხვათა შორის ერთგან წავიკითხე, რომ ანდერსენი არა მხოლოდ პატარებისთვის წერდა ზღაპრებს, არამედ და შეიძლება უფრო მეტადაც დიდებისათვის. ეთანხმები ამ მოსაზრებას? ვეთანხმები კი მარტივი მიზეზის გამო, რომ ის მეზღაპრე ხარ, არ მგონია რომ რაღაცა გინდა თუ არა პატარებისთვის განზრახ წერდა. არის ზღაპრები, სადაც აშკარაა, რომ თუნდაც ეს ზღაპარი ხა, ამაშიც ჩანს, რომ რაღაცა პატარებზე არის განსაზღაპრის ბოლოს ლაპარაკი, რომ აი პატარა თუ ასე მოიქცევა, ნამდვილი დიდაქტიკური დანიშნულება აქვს მის ზღაპრებს. ანდერსენს ზღაპრების გარდა სხვა ესეთი, ასე ვთქვათ, სერიოზული ნაწარმოებიც აქვს დაწერილი და ცნობილი ის გახდა მაინც აი ამ ზღაპრებით და ამ ისტორიებით, რომლებიც ყველგან ვიცით და სხვა შორის ის მინდა ვთქვა, რომ ეს ზღაპარი პატარა ზღვის ქალწული ქართულად რატომღაც არ თარგმნეს. ნუ ცნობილი გახდა ახლა ქართველებმა ის წაიკითხეს რუსულ თარგმანში, როგორც ბევრი რამ და ასევე ალბათ პოპულარული გახდა იმის გამო, რომ ნუ ბევრი ფილმი, მე მგონი საბჭოთა პერიოდში მულტფილმიც გაკეთდა ლამაზი ამ გმირზე და აქედან გახდა პოპულარული. ნუ ლიტერატურული ცხოვრება საქართველოში საკმაოდ კაი ტემპებით ვითარდება, უხრა თუ ოდესმე პატარა ზღვის ქალწულის ზღაპარი ითარგმნა, ამაში შეიმწულიც იქნება უსათუოდ. უნდა თარგმნოს რაღაცა. შეუძლებელი ეს ზღაპარი არ გქონდეს ქართულად, მით უმეტეს ზღვის ქვეყანაც ვართ და სიყვარულის ქვეყანაც არის საქართველო. ამასობაში დადგა დრო დაგემშვიდობოთ, გადაცემას მე კობალი კლიკაძე უძღვებოდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. მომავალ შეხვედრამდე.